იღუმენი ნიკონი, სინანული. რატომ შფოთავთ, რომ ბევრი გძინავთ და ისვენებთ? იმდენ ხანს დაისვენეთ, რამდენიც გჭირდებათ, რათა ლოცვის ან რაიმე საშინაო საქმის გაკეთების ძალა მოგეცეთ. თუ სხეულს იმაზე მეტ ტვირთს დაადებთ, რამდენის აწევად მას ძალუძს, სულის დაბნელებას და ხორცის კიდევ უფრო მეტად დაუძლურებას მიაღწევთ. ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს იმაზე მეც, ვიდრე შეგიძლიათ. ღვთისმოწყალების იმედი გქონდეთ და არა თქვენი სათნოებებისა. ჩვენს დროს სინანული მიეცა ნაცვლად საქმეებისა, რომლებიც აღარ არიან. სინანული კი შობს სიმდაბლეს და სასუებას ღმერთზე და არა საკუთარ თავზე დამყარებას, რომელიცა ამპარტავნება და ცდომილება. ყოველი შფოთი ეშმაკისგანაა. არ უნდა დავყონდეთ შფოთში და მასში არ უნდა ვიხარშებოდეთ. არამედ ლოცვით განვაგდოთ იგი, აღსარებაზე იმ ცოდვების ჩამოთვლა მოგეთხოვებათ, რომლებიც მეხსიერებაში ჩაგრჩათ და სინდისის ქეჯნას იწვევს. სხვა ცოდვები კი ზოგადი წინადადებით ვაღიაროთ. ვცოდე სიტყვით, საქმით, გულის სიტყვით. თქვენთვის ეს საკმარისია. აღსარების შემდეგ გაჩენილი შფოთი კი ან ეშმაკისგანაა, ან რაიმე ცოდვების შეგნებული დამალვისაგან. თუ დამალეთ, სხვა დროს თქვით ყველაფერი აღსარებაში, მათ შორის ისიც, რაც დამალეთ. ხოლო თუ კი ეს არ გიქნიათ, მაშინ ყურადღების მიქცევაც არ ღირს. არამედ უნდა განაგდოთ ისევე, როგორც მტრისგან დათესილი ყველა გრძნობა და აზრი. გარე მომადგეს და მიმცეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. იყო გულწრფელი ნიშნავს არ იცვრო ღვთის წინაშე. თავი არ იმართლო, არ ითვალთ მაგცო, არამედ ისეთი წარსდგე, როგორიც ხარ. ყველა შენი სისაძაგლით თურთ და ითხოვო შენდობა და შეწყალება. ეგნატე ბრიანჩანინოვის მეხუთე ტომში ნათქვამია: ჭეშმარიტების რწმენა გვაცხოვნებს, ტყუილის რწმენა კი წარვრწმენელს. გამონაკლისები არ არის მხედველობაში მისაღები. ვირები ხშირად როდი ღაღადებდნენ ჭეშმარიტებას, როგორც ეს ბაალამის შემთხვევაში მოხდა. თუ ცუდად, ცივად მოეკეცით ადამიანს, მისი წასვლის წინ მაინც მოუბოდიშეთ. თქვენი ავადმყოფობით ახსენით ეს. მოყვასის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა ძიმე ტვირთად აწვება სინდის და უფალიც მხოლოდ მაშინ მოგიტევებს ასეთ ცოდვებს, როცა ჩვენ თვითონ ურიგდებით მოყვას. შემინდეთ, უფალმან გაკურთხოთ და შთაგაგონოთ ყოველივე კეთილი. 1954 წლის 10 ნოემბერი.